მოდი ამ სასმისით რაც კი ხელოსნები იყვნენ ქვეყანაზე დუნიაზე იმადის ადგილზელო იყოს ხსოვნას არ ვიტყოდი ცოცხლად გავუმარჯოთ რა дорогие друзья были в России тоже лучшие мастера кого нет на этом свете Царство Небесное наверное они в небе и оттуда на нас смотрят Yoldaşlar, nəçi dünyada yaxşı ustalar var idi. Hep hamısının sağlığı olsun. Akberner, Hayakberner, Kani Ustaka, Kani Laustaka, Hinustekı, Dipin, Uzumem Lavutun, Dipin uzun sağlutun orçka or gnatsela es duniç İran kenatsegri Türk ustalar eski ustalar yeni ustalar sizin sağlığın olsun şerif olsun sağ olun პროფესიით მე როგორ გითხრათ ეხლა დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი ვისწავლე კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე მე გავხდი უსაფრთხოების ინჟინერი და აქედან თანდათან მე გავხდი ესე იგი ოსტატი ოსტატობამდე მე დიდი გზა მქონდა გაჭირვებაც მქონდა სიხარულიც მქონდა რა ვიცი უფულობაც მქონდა ყველაფერი და ამას მე ისია თუ ესია მაინც მივახციე რა ვიყავი კოლექციონერი ვაგროვებდი ფარს ხმალს იარაღებს ყველაფერს და მეუნებოდნენ რა გინდა ბიჭო ეს ამდენ ფულს ხარჯავ ამაზე კედლებზე კიდევ სულელი ხარ მე ეს მიყვარს იმიტომ კი არ მიყვარს მე ვიღაცა რომ მოვკლა კაცო ალბათ ეს გენეტიკა რაღაცა ყველაფერს ვაგროვებდი და შემდეგ რომ ფუჭდებოდა რაღაცა ზოგს ჩახმახი არ აქონდა ზოგს კონდახი არ აქონდა ზოგი გატეხილი იყო ზოგი რამე მექანიზმი ხო და ამას ნელა მე თვითონ ვაკეთებდი რადგან ხელოსნები არ იყო წინათ მე ნელა ისე გამოვიდა რომ მე ახლებიც გავაკეთე ძველებურად და ეხლა მთელი მსოფლიოს მუზეუმებში ჩემი ნამუშევრები არის და საბჭოთა კავშირის ძველ ქვეყნებში ნამუშევრები არის ჩემი და რესტავრაცია ბევრი გამიკეთებია და დღესაც ბევრის ოჯახშია ის ჩემი კარგი ნამუშევრები და ამით მე ვამაყობ როგორც ოსტატი
რასაც ვაკეთებ, მე იმიტომ კი არ ვაკეთებ, მე სახელი მქონდეს. მე ვაკეთებ, რომ მიყვარს ეს და იმიტომ. ეს ვერცხლის ზარნიში დაკარგული იყო ამის ისტორია, რომ მოგიყვე 100 წელი დაკარგული იყო, არავის არ შეიძლება ამის გაკეთება. ერთ დღეს დამირეკა ჩემმა ძმამ და მეგობარმა მოხანდაკე ოთარი ფარულავა. გაბაშვიდან მიდიო, ეხლავე წადიო. მე და ჩემო მოწაფემ ერთად ვისწავლეთ გაბაშვილთან ამის ზარნიშის ისტორია. ღმერთმა აცხონოს გურამ გაბაშვილი და ოთარ ფარულავა ესენი რო არ ყოფილიყვნენ, არც მე დავტოვდი ამას ქართველებისთვის კიდე, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ამის საიდუმლოებას ზარნიშის და არც არავინ, არც გოჩა, ჩემი მოწაფე, რადგანაც ძველად რაღაცა ტრადიცია იყო ისეთი, რომ თუ ოჯახში რაღაცა ხელობა იყო და კაი ხელოსნად ითვლებოდნენ, აუცილებლად უნდა დაემალათ ისა ხალხისგან. რომ შვილმა უნდა პური ჭამოს ამითი, შვილიშვილმა და თვითონ ოსტატმა. რომ თითქოს სხვა რო გააკეთებდა, ამათ აღარ ექნებოდათ სარჩო და საბადებელი, იმიტომ რომ სხვა ამას დაეუფლებოდა ხელობას და ამათთან არავინ აღარ მოვიდოდა. როდესაც შევისწავლე ეს ხელობა, მე ეგოისტი აღარ გავხდი მე. მე ის კაცი აღარ გავხდი, რომ ეს დამემალა სხვისთვის. ისტორიაში ეს უნდა ყოფილიყო და შთამოლოს უნდა დარჩენოდა. ამიტომაც მე 6 მოწაფე მყავს დღეს. ეს წავა აქა. ეს წავა აქა. ესე შეიძლება გავაკეთოთ აქა. აღარავინ აღარ მუშაობს მთელ საქართველოში და შეიძლება რომ სოფლიოში და აკეთებ მსგავს ზარნიშებს კინაში სვავენ, მაგრამ ესეთნაირად როგორც ადრე აკეთებდნენ, ახლა არ აკეთებენ. და ჩვენ მასწავლებელი თამაზი ყელაღანი არის. მაგან იცოდა ახლა ეს დიდი ხანია ასეთ საქმეზე არის. იცოდა თეორიულად როგორ კეთდებოდა, მაგრამ პრაქტიკულად არავინ აკეთებდა. ხო, არავინ არ აკეთებდა. ხო და მოიძებთ თუ იმეს ან გაგონილი ხან არავინ გაუკეთებია ესეთ რამეზე და ცოტა იმიდან ცოტა რაღაც მოაგროვა და შეაკოცა და გვასწავლა რა თქმა უნდა. ერთი გურამ გაბაშვილი იყო, რომელიც ასეთ მსგავს იმას აკეთებდა ზარნის და უფრო სხვანაირია ეს და იმის დახმარებით და იმის იმით შევისწავლეთ ნელა. ჩვენც კიდე ბოლომდე არის ეხლაც პერუანის სწავლობთ რა. ეს არის დამბაჩის ლულა მზადდება ეს. ესენი კიდე პოროხნიცა ქვიან რა პოროხნის. პოროხჩისა. ამაში ის იყო ხოლმე დენტი. ჩაყრდნენ ლულაში აქედან ესე. ჩაყრდნენ ზომა იცოდა ალბათ რაღაც ამდენი. ეს არის პოროხნიცა. საშუალოდ რო გითხრათ ნახევარი თვე უნდა ერთი დამბაჩა რო დაასრულოს ზარნიში ოქრო გავეცრე. სიანობაში ეს უკვე ეს ჩონჩხი აგებულია. მე მიდის ფოთლებით შევსება ეს ლამაზი ფოთლები და ესეთი გამოვიდა სიანობაში. სახმახისები ესეთი. კიდევ ვაკეთებთ, ხმლებს ვაკეთებთ, ხანჯლებს ვაკეთებთ. მარტო დამბაჩები არა. ძველებული რაც საბძოლო იარაღი ყველაფერზე კეთდება ეს ზარნიში. ეს გვერდზე ენდება. ესე. ამაში უკეთდება კაჟი. კაჟის ქვა. ნაპერწკალი გაყაროს. აქ პოროხი იყრება, შედაც პოროხი არის ამაში. ეს გადმოსევ ამის ფუნქცია ეს არის რა. ცეცხლი გააჩინოს და გავარდეს. ესე გავარდე. საერთოდ იცით რა, ოსტატს თუ სახსრები არ აქვს,
იმას ძალიან უჭირს ფანტაზია თუ გააქვს შენ რომ აი რა გააკეთო ღამები რო არ დაიძინო არ ამძინავს ზოგჯერ კაცო ვიღვიძებ მინდა ეს გავაკეთო ხედა ფული არ ემყოფის კოლექციონერი ვიყავი ქვაბებსაც ვაგროვებდი და სამორებსაც ერთი 100 მაქვს სახში და ერთი 30-40 ქვაბი მაქვს სპილენძის ქვაბები გავიგე რომ სპილენძის ქვაბებს აბარებდნენ ნავთობის ბაზარში ისინიც კი წავიღე გამიჭირდა ძალიან რომ მეყიდა ოქრო მეყიდა ვერცხლი რომ ესენი გამეკეთებინა ვერცხლი და ოქროში ეს ჩემი დამბაჩები და ხმლები და თოფები და ყოველ შემთხვევაში მან დამეხმარა რაღაც ერთი პერიოდი ისეთი ჩავარდნილი პერიოდი მქონდა რომ იმან დამეხმარა წავედი 2 გრამი ოქრო ვიყიდე ერთი 20 გრამი ვერცხლი ვიყიდე და დავიწყე ნელ-ნელა ამ საქმის გაკეთება როდესაც გავაკეთე მე ეს ჩავსვი ვერცხლი და ჩავსვი ოქრო და სილამაზე რომ ვნახე რომ ღმერთო რა შემიძლია ჩემო წამებს ვეუბნები გოჩა ეს რა შეგვიძლია ჩვენ ხედავ ჩვენ რა გავაკეთეთ კაცო აღმადგინეთ ის რაც 100 და 150 წელი არ იყო ესე მივაღწევი იმას რომ დღეს აი მე პატარა სახელი მაქვს როგორც პატარა ოსტატის ეს არის ძალიან დიდი სილამაზე. ვერცხლის დარნეში ზოგჯერ უფრო ლამაზია ვიდრე ოქროს დარნეში. ამას ვენაცვალებ. ეს არის მოსაფერებელია რა. თუ მიაქცევთ ყურადღებას თავისთავად ეს გელაპარაკებათ იმაზე რომ ეს არის იხვის ან ბატის სხეული. ნახეთ, მოყალობას უყურეთ. ეს არის უნაგირის კეხის ნაწილი. აი კეხი არის ეს. უკეთდება აქ. ეს დიდი სიყვარულით გაკეთებული ეს. სევად არის სიყვარული. სიყვარულს ნიშნავს იმდროინდ ლამაზია. იმდროინდ სასიყვარულო. თბილისში დიდი ტრადიციები იყო ხელოსნობის. დღეს, რასაც ვიგონებ და ვაკეთებ, ეს რჩება ადამიანს, რომ გაიხაროს, დაკიდოს კედელზე და უყუროს სიამონებისთვის. ეს საუბრად არ ვაკეთებ ჩვენ ამას. ჩვენ სასიყვარულოდ ვაკეთებ, გვიყვარდეს ეს ყველაფერი, ვაკეთებ ჩვენი წინაპრების, როგორ ქონდა ჩვენ წინაპრებს ეს იარაღები, როგორ ომობდნენ, როგორ ხმარობდნენ იარაღს და რომ შვილიშვილებს აჩვენონ იმათ. მერე გავა ერთი 2000 წელი კიდე შვილთაშვილებს აჩვენონ ეს ყველაფერი რომ წინათ როგორ იყო რომ არ დაიკარგოს ეს კაცო ტრადიცია. ამისთვის ომობთ, ამისთვის ბრძოლობთ და რა ვიცი მეტი რა ვქრათ ჩვენა. ყველაფერს ვცდილობთ გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი ცხოვრება.
ნანა მოემზადე ხო მივდივარ თარაკასო დაუჩქარე რა Hey,